საქართველოს ხელისუფლებამ, საქართველოს მთავრობამ ჩაშალა ოპოზიციასთან მიმდინარე დიალოგის საარჩევნო რეფორმის საკითხზე და ნულოვანი შედეგით დაასრულა ეგრეთ წოდებული საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესი. თქვენ გახსოვთ გიორგი კვირიკაშვილის, კახი კალაძის, გიორგი ვოლსკის და მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების, სხვა ლიდერების განცხადებები, სადაც მათ კონკრეტული წინადადებებიც კი გაახმიანეს, თუ რა ცვლილებები უნდა ყოფილიყო შეტანილი საარჩევნო კოდექსში და მათ თქვეს, რომ უმრავლესობა თავაზობს ოპოზიციას ამას. ის ცვლილებებიც კი, რომელიც ხელისუფლებამ შესთავაზა ოპოზიციას, არც ერთი მათგანი არ არის ასახული საარჩევნო კოდექსში. გარდა ამისა, საერთოდ არ გამართულა დიალოგი ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის საარჩევნო სისტემის შეცვლა, როგორიც არის საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესი და ნაცვლად ამისა ხელისუფლებამ საარჩევნო კოდექსში უკვე დაწყებული საარჩევნო კამპანიის პირობებში შეიტანა ცვლილებები, რომელიც აუარესებს ოპოზიციის მდგომარეობას, განსაკუთრებით უფასო სარეკლამო დროსთან მიმართებაში. უკანასკნელ დღეებში თქვენ როგორც იცით, გამოქვეყნდა ქართული ოცნების შიდაპარტიული კვლევა, რომლის მიხედვითაც ქართულ ოცნებას მისივე ყველაზე უფრო ოპტიმისტური პროგნოზების მიხედვით მხარს უჭერს ამორჩევლის 1/3. იმავდროულად ჩვენ გვესმის ქვეყნის რეალური და ფორმალური პრემიერ-მინისტრების განცხადებები, რომ ისინი აპირებენ პარლამენტში 100 მანდატის მიღებას, ეს არის 2/3 150 კაციან პარლამენტში, ანუ ქართულ ოცნებამ რეალურად გააკეთა განცხადება, რა მასშტაბის გაყალბებას აპირებს ის არჩევნებზე. ეს იქნება ისინი მოიპარავენ ხმების 100%, ანუ აიღებენ 1/13 ხმებისას და მანდატები ექნებათ 2/3. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტოტალური და მასშტაბური გაყალბება, რომელიც კი ახსოვს საქართველოს უახლეს ისტორიას. მთელი რიგი პოლიტიკური პარტიები იმყოფებიან გარიგებაში ხელისუფლებასთან, მათ შორის უპირველესი არის ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც თქვენ ნახეთ, რომ გამოაქვეყნა კვლევები, რომლის მიხედვითაც წინასწარ აღიარა თავისი მეორე ადგილი და აღიარა ის, რომ ისინი არ იბრძვიან გამარჯვებისთვის, აგრეთვე ხელისუფლებას ყავს რეზერვში სხვა პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იბრძვიან მხოლოდ წინა საარჩევნო ბარიერის გადასალახად. ჩვენი ბლოკი, პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია იბრძვის იმისათვის, რომ როგორც ნაციონალურმა მოძრაობამ დაკარგოს არჩევნებში მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი, ასევე ქართულმა ოცნებამ დაკარგოს აბსოლუტური უმრავლესობა. ამიტომ სხვისთვის თუ უმნიშვნელოა, ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი რეალურად დემოკრატიული საარჩევნო გარემოს და წინაპირობების შექმნა არჩევნებამდე. სწორედ ამიტომაც ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენ მხარდამჭერებს, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს შევიკრიბოთ 4 ივლისს 2 საათზე წერეთლის გამზირზე ექსპო ჯორჯიასთან, სადაც მიმდინარეობს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც თქვენ მოგეხსენებათ არის უპრეცედენტოდ მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება, ასეთი მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება თბილისში ჯერ არ გამართულა არასდროს. აქ იქნება 300-ზე მეტი ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 300-ზე მეტი პარლამენტარი დელეგირებული და ჩვენ გვექნება უპრეცედენტო შანსი იმისა, რომ ჩვენი პროტესტი თუ რა ტიპის ოლიგარქიული რეჟიმი არსებობს საქართველოში, რას ვითხოვთ ჩვენ საარჩევნო კოდექსთან და საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, აი ეს ჩვენი პროტესტი უშუალოდ არა წერილობით, არა იმეილით, არა რაღაც სხვა ტექნიკური საშუალებებით, არამედ უშუალოდ გავაცნოთ ევროპისა და ამერიკის 10-ობით პარლამენტის ასეულობით დეპუტატს. სწორედ ამიტომაც ხალხის სიმრავლის აქვს გადაწყვეტი მნიშვნელობა და ჩვენ მოვუწოდებთ თბილისელებსაც, რეგიონის მაცხოვრებლებსაც, აქცია ღია იქნება ბუნებრივია ყველა დაინტერესებული პირისთვის და ორგანიზაციისთვის 4 ივლისს 2 საათზე წერეთლის გამზირზე ექსპო ჯორჯიასთან შევიკრიბოთ და გავაგებინოთ მთელ სოფლიოს, რომ ხელისუფლება აპირებს 8 ოქტომბერს მოპაროს არჩევანი, თავისუფალი არჩევანის უფლება ქართულ ხალხს. ჩვენ მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ 4 ივლისს გამოიჩინოს სამოქალაქო აქტივობა და საპარლამენტო ასამბლეის ჩატარების პროცესში დავდგეთ და დავანახოთ მათ, რომ ტრადიციულად საქართველოში ხელისუფლება, რომელიც მოვიდა და სწორედ ქართული ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელიც მოდის, ტრადიციულად იტაცებს და ცდილობს, რომ არასამართლებრივი გზებით, გაყალბებით შეინარჩუნოს ძალაუფლება და ქართული ხალხი იძულებულია უკვე მერამდენეთ და სამარცხვინო ტრადიცია ჩამოყალიბებული მიმართოს ცივილიზებულ სამყაროს, რომ ისინი არ შეეგუებიან ამ ფაქტს და რეალობაში ეს არის საპროტესტო აქცია, რომლითაც ჩვენ გვინდა რომ დავანახოთ ცივილიზებულ ევროპულ საზოგადოებას ის, რომ ამ ფაქტის არ შეგუება არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ფორმა და ამის გარდა თავად მსაჯული, და ამ შემთხვევაში მსაჯული არის სწორედ ცივილიზებული სამყარო, თავად მსაჯულით განისჯება თუ როგორ სამართლიანად და მაღალი სტანდარტებით
შეაფასებს ამ ხელისუფლების მოქმედებას და მათაც უნდა გაითვალისწინონ ის, რომ ქართველი ხალხი ნამდვილად მაღალ სტანდარტებს ითხოვს. ჩვენ ვიცით რა არის უსამართლობა, ჩვენ ვიცით და მოგვიგიაკიდებათ უსამართლო საარჩევნო გარემოში, მაგრამ თუ კი ისინი რეალურად შეაფასებენ სიტუაციას და კიდევ ერთხელ მოახდინენ ზეგავლენას, როგორც მსაჯები, როგორც სამართლიანი მსაჯულები ქართულ ხელისუფლებაზე, ჩვენ ამისთვის მათ გვინდა დავანახოთ მზაობა, რომ რეალურად გვინდა სამართლიანი, ასე ვთქვათ, საკანონმდებლო სივრცეში ჩატარდეს საქართველოში არჩევნები. თუ ისინი ამაში მხარს დაგვიჭერენ და ამ შესაძლებლობა მათ ნამდვილად აქვთ, ჩვენც მზათა ვართ, რომ ევროპელებს კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ სამართლიანად, ცივილიზებული ფორმით გსურს ხელისუფლების შეცვლა.